ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ დონალდ ტრამპს. პირველ რიგში, სურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს. როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელზეც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა. ამ ფონზე კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმობის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი, თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავ დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. Deep State-ის მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის 4 მცდელობა პირველ რიგში სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილების და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკრებრივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან. წარმატებით შეუწყოთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან. აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა ამ ფონზე თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო, თუმცა ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჭერს, ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჯანს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული Deep State-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა Deep State-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან. არა გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა. ღრმა პატივისცემით მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.